მარწყვის ტორტის ყველაზე მარტივი და გემრიელი რეცეპტით დაგიბრუნდით. სტანდარტულად მარწყვი დავჭრათ და დავშაქროთ, მიღებული წვენით კი დავნამოთ ბისკვიტები. მოვამზადოთ მოხარშული კრემი. 1 სალკო ერწყს დავუმატოთ 500 მლ რძე, 150 გრამი შაქარი და 4 სუფრის კოვზი ფქვილი. კარგად გავხსნათ მასა და მუდმივი მორევის პრინციპით შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე. შესქელების შემდეგ ფაფა გადმოვდგათ ქურიდან, დავუმატოთ ვანილი და 200 გრამი ნაღების კარაქი. მიღებული ფაფა ოთახის ტემპერატურაზე შევაგრილოთ, ამასობაში გადავიდეთ ბისკვიტის მომზადებაზე. ვაკეთებთ კლასიკურ ათკვერცხიან ბისკვიტს. პირველ რიგში კვერცხის ცილა და გულები განვაცალკევოთ ერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მწიკმარილთან ერთად დაბალ სიჩქარეზე. დავუმატოთ 10 სუფრის კოვზი შაქარი და სიჩქარეც ნელ-ნელა გავზარდოთ. კვერცხის გულები ნელ-ნელა გადავიტანოთ ცილაში და გავაერთიანოთ მასა. ბოლო ეტაპზე კი დავაცრათ 10 სუფრის კოვზი ფქვილი. ფქვილი აუცილებლად უნდა მოურიოთ ხის ან სილიკონის კოვზით ერთი მიმართულებით. საცხობ ფორმას ამ ეტაპზე ვამჯობინეთ ძველებური ალუმინის ქვაბი, რომელმაც ძალიან გაამართლა, ბისკვიტი გამოვაწყვი 180 გრადუსზე, ზედა ქვედა წვით დაახლოებით 35 წუთი. პერიოდულად ხის ჩხირით ცხობის დროს ბისკვიტი აუცილებლად შეამოწმეთ. ახლა კი გადავიდეთ კრემის მომზადებაზე. 150 გრამი ოთახის ტემპერატურის კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით და დავუმატოთ 250 გრამი შესქელებული რძე. მასა კარგად ამოვიყვანოთ და ნელ-ნელა თითო კოვზის დამატებით შევურიოთ წინასწარ მომზადებული მოხარშული კრემი. გავაერთიანოთ მასა ერთ კონსისტენციამდე და გადავიდეთ უკვე ტორტის აწყობაზე. ბისკვიტი დავყავი სამტოლ ნაწილად და დავნამე მარწყვის წვენით. დანარჩენს ვიდეოშიც ხედავთ, გამოვიდა ძალიან ნოტიო, არომატული და გემრიელი. შენც კი ვინც ამ ვიდეოს უყურებ, თუ ჯერ კიდევ არ ახარ ჩემი გამომწერი, აუცილებლად გამომიწერე. ვიდეოს მოწონებაც არ დაგავიწყდეს და კომენტარი დამიტოვე. დააგემოვნებდი თუ არა გემრიელ მარწყვის ტორტს. მადლობა რომ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, გემშვიდობებით.